რეალურად მეც ეგრე ვარ და ვინც გამოვა ეხლა გიორგი ვაშაძეს უწევს გამოსვლა, მე ალბათ მე გვარამია, ლაკას ამბავი ცოტა გაურკვეველია, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ტაიმლაინი ვადები არ ჩანს, მაგრამ ალბათ სადღაც ან შუაში ან მე ლაკა იქნება, ყველა ეგრე ვართ კი, ყველას თავზე ჩამოგიდებულია ცალკე ეს ამბავი, რომ რეალურად რაც გითხეს დავწერე კიდევაც ამაზე ციხიდან, რომ რეალურად გითხეს ის, რომ რაღაც ან უნდა გავჩუმდეთ და გავჩერდეთ. ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ და მაგ შემთხვევაში რომ არანაირი რაღაცა 7 და 15 წელი არ იქნება, მაგრამ თუ არ გავჩერდებით და არც ქვეყნიდან არ წავალ და გავაგზავნებთ იმის კეთებას, ასაც ვაკეთებთ, მაგ შემთხვევაში გვემუქრება 7-დან 15 წლამდე. გაგვასინჯეს რა არის ხო, რა არის ციხე და ეხლა გავასინჯებენ თავისუფლებაზე, ისევ რაღაც რა კარგია თავისუფლება და ასარჩევად ვიტოვებენ იმას, რომ თან ძალიან იგზნობა ეხლა ჩემ შემთხვევაში მათ შორის ეს პასპორტი ჩამომართვეს, პირადობა ჩამომართვეს და თვითონ ახლა რო გელაპარაკებიან, გძნობ მაგას რა, რომ მაგას გეუბნებიან, რომ რაღაცა ახლა თუ რომ პატიმრობა, ახალი პატიმრობა არის გარდაუვალი, ხო? აი როგორ რაღაცას გეუბნებიან, წინ გაგეუბნებიან, რომ თუ ეს კი ჩამოგართვით ახლა, მაგრამ ახლა თუ დაგჭირდა, იცოდე რომ რაღაცა ახლა პრობლემას არ შეგიქმნით. თუ დაგჭირდა არის, თუ წახვალ. პასპორტი. ხო, თუ წახვალ ქვეყნიდან დაიქნევ ხელს, კარგად იყავით. მაგ შემთხვევაში პრობლემას არ შეგიქმნით. იცი რა, ძალიან საინტერესოდ იკითხებოდა თქვენი სტატუსები, რომელიც Facebook-ზე ქვეყნდებოდა ხოლმე, ზოგ სტატუს ეთერშიც ვკითხულობდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ნაფიქრი. ეხლა კაცი მარტო რო რჩები, თან უსამართლობის განცდა მართლა დაგახრჩობს, ხო, რისთვის რჩები. სულ ვკითხულობდი ხოლმე, როდესაც მაგალითად კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში იყო საუბარი, ან ნებისმიერი დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის ოპოზიციიდან, რომ რატო ზის ეს ხალხი და მართლა რამხელა უსამართლობა, წოლუკიანის კომისია, რომელიც შექმნეს წინა ხელისუფლების დანაშაულები უნდა შევისწავლოთო და ამ დროს თქვენ გიშვებენ ციხეში კაც, რომელიც არასოდეს ყოფილა იმ ხელისუფლების ნაწილი. ეგ ისეთი უსამართლობაა, რაც მართლა დაგახჭობს, მაგრამ ფიქრისთვისაც ალბათ წეღანაც კითხეთ, ვიდრე ანონსს ვაკეთებდი, იყო ძალიან ბევრი დრო და მოდი შევაფასოთ საერთოდ რა იყო ეს 2025 წელი. აი ღირსების და უღირსობის თემა შემოიტანა წეღან ერთ-ერთმა რესპონდენტმა რეპორტაჟს უყურებდი პირველებში და აი რაღაც ამ კუთხით წავიყვანდი. ალბათ 2025 წელი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო პერიოდში თუ არ ჩავთვლით 90-იანების დასაწყის, როცა სამოქალაქო ომი ჰქონდა და აფხაზეთში ომი და ცხინვალის რეგიონში ომი და თუ არ ჩავთვლით ალბათ 2008 წლის ომს, ალბათ ყველაზე მძიმე წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ანუ ომებს თუ გამოვაკლებთ, სხვა ერთერთი წელი ვერ შეედრება ამ წელს იმ თვალსაზრისით, რაც ამ წელს მოხდა, როგორც ამ ერთ წელში უკან დახევა მოხდა ქვეყნის რაღაცა დემოკრატიული განვითარების და განვითარება, მაგრამ უკან წავედით ძალიან სწრაფი ტემპით. ჩემი აზრით რაღაც ბევრი გარდამტეხი რაღაცა იყო, სადაც თვისობრივად შეიცვალა თვითონ რეჟიმის ბუნება და შემდეგ ეტაპებზე გადავიდნენ რა და ეხლა გარეთაც მაგაზე ვლაპარაკობდით და უკვე სხვა სტადიაში არიან. იმაზე კი აღარ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და მათ შორის აი დასავლეთი მიხვდა რაღაც. დასავლეთი მიხვდა სიტყვაზე უკვე 2023-ში, 22-დან დაწყებული უკვე ხდებოდა მისთან ქონდა საქმე. 2025 თვისობრივად განსხვავებული იყო იმ გაგებით, რომ თავისუფლება შეზღუდეს მაქსიმალურად. ანუ ადამიანებს უკვე რაღაცა ფიქრი შეზღუდვამდე არიან უკვე მისული. სადამდეც მიდის ზოგადად რეჟიმი. მისული არიან იქამდე, რომ თუ მაგალითად ტროტუარებიდან გაგვწიეს, რასაც ცდილობენ რომ გააკეთონ, მაგის იქით უკვე შემოდიან მერე შენ სოციქსელებში და უკვე სოციქსელების კონტროლი დაიწყება და ან აკრძალვა მოხდება სოციქსელების, ან სოციქსელების ცენზურა და სოციქსელებში უკვე ისედაც არის უკვე ადამიანები დაჭერილი კომენტარებისთვის და სასამართლოებიც ხონდათ მათ შორის ჟურნალისტებს. ეს მიიღებს უკვე მასიურ სანქციას და გასაგები იქნება, რომ სოციქსელები ან აიგზალება საერთოდ, ან კონტროლი დაწესდება და ადამიანები დაიჭერენ უკვე იქ აზრის გამოთქმისთვის. კიდე ერთი დამახასიათებელი რაც იყო 2025-ის თვითონ ამ რეჟიმა ბუნება გამოავლინა ბოლომდე. იმ გაგებით, რომ ჩვენ რო ვიძახით, რომ რაღაცა დაემსგავსება ეს ქვეყანა ჩეჩნეთს, ის ქვეყანა დაემსგავსა ჩეჩნეთს. ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ჟურნალისტებს ქუჩაში ურტყავენ, ეს ყველაფერი გადაღებულია და არავინ არ ისჯება. ან ჟურნალისტებს ტიტუშკები ესმიან თავს, კადრები გადაღებულია, ტიტუშკებს არავინ არ ზრდის. არ სჯის, არა მარტო ჟურნალისტებს, ან ჩვეულებრივ ადამიანებს უყურებთ, ხო, კალაძის შტაბინის ჭყალებში შტაბინის წინ მელიქიშვილზე რა ხდებოდა, ხო, დაალეწეს ადამიანები და არც არაფერი, რავი. აქედან მხარეს დაკითხეს ვიღაცეები და ვითომც არაფერი არ მომხდარა. მაშინ როცა რუსთაველზე ვიღაცა მთვრალი
ნახევრად სპორტსმენი, ნახევრად ტიტუშკა, ნახევრად ძველი ბიჭი რაღაცა ისეთი გაგების ვიღაცა ტიპი მოდის და დანით და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და ორ ადამიანს იჭერენ. და მე ხა გამოდის და კაი ბიჭობს და იძახისო ვითომ არა მე ძმაო არავის დაჭერა არ მინდოდა და გამოუშვან და რაღაც არ მინდა რომ სახში შეხდე ნახატას რაღაც არა. ხო გასაგებია არ განახებე რომ შენ თუ რამეს გააკეთებ წინამდებობას თუ გაუწევ დაგჯი მოგიგონებ და ისე დაგჯი გელახასაიას მაგალითია რომ სამი ადამიანი მოიყვანეს ერთი იძახის უყურებდიო მეორე იძახისო ხელი მომტყდაო და მესამე იძახისო მე და მან ერთად ვსემეთო და თვითონ საპროცესო საფორმებს ანუ სამივე გარეთ რჩება და გელა სამე ციხეში უბრალოდ ვიღაცა სამი ადამიანი რომელსაც არ იცნობს საერთოდ გელა ხო ანუ ღიათ აკეთ დემონსტრებას აკეთებენ იმისა რომ რასაც გვინდა იმას ვიზამთ წინამდებობას თუ გაგვიწევთ დაგლეწავთ, ციხეში ჩაგვსავთ და ვერაფერსაც ვერ გვიზავთ. მოგწამლავთ. კი, ოღონდ მაგას კიდე ემატება, რაც ყველაზე თვალშისაცემი არის, რაც რამდენიმე წლის წინაც კი შეუძლებელი იყო დემონსტრირება ღიად და თვალსაჩინოდ თვითონ როგორ ცხოვრობენ. აი ეს რაღაცა ჩვენება, რომ აი ოქროზოდები გვაქვს, მილიონები გვილაგია სახში, ვილებში ვცხოვრობთ, გალავნები გვაქვს დიდი. და ვერც ახლოსაც კი ვერ მოხვა ჩვენთან და გეუბნება რომ ჩვენ ესე ვცხოვრობთ და ფეხებზეც კიდია აი ესე ვცხოვრობთ ძალიანაც კარგად ავართ და ხმას თუ მოიღებ აქცემ ან დაგიჭერ რაც არის ჩეჩნეთთან ჩეჩნეთ მეტი არაფერი არ არის სადაც შერწყმულია კრიმინალი ფორმალური ძალაუფლება ხელისუფლება ერთმანეთში არაზელილი და დემონსტრირება მიხდის რომ ხო რავი კადიროვი და კადიროვის გარემოცვა აი ესე ცხოვრობენ რა რავი მილიარდერები არიან თუ რაღაცა და ფეხზეც კიდიათ ხმას თუ მოიღებ დაგალეწავენ თაობას ან გაგაქრობენ საერთოდ ან ჩაქვსამენ ციხეში როგორც მოცემულობა 25-ში მოვედით მანდ 25-მდე ეგ არ იყო 24-შიც ჯერ კიდე ეგ მანდ არ ვიყავით 25-ში უკვე მანდ ვართ და მას აკეთებენ ღიად და დეკლარირებულად აღარ მალავენ საერთოდ. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ აღარ მალავენ და მაგალითად შესავალში მე რაზე ვსაუბრობდი ეს თავისივე ტიპების დაჭერა, ყოფილი ფავორიტების ივანიშვილის და მართლა ეხლა გადის ეს კადრები მათი სახლებიდან ამოღებული ბახჩა ბრილიანტები და ოქროზოდები და სახში გადადებული მილიონები, ეგ ყველაფერი ხდება იმის დემონსტრირებისთვისაც. ალბათ, რა თქმა უნდა ისინი ხა ამბობენ რომ კორუფციას ვებძვით და ამაზეც მაინტერესებს სხვა შორის თქვენი პასუხი, მაგრამ იმის დემონსტრირებისთვისაც რა, რომ აი ესე ცხოვრობენ მალაგაში წავა და სახს იყიდის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ფულის გამო რაღაცა არნახული რეალობა დადგა. ჯარისკაცები ხო პრობლემა არის, გასაგები ჩვენთვის არის ხო ამხელა მორალური პრობლემაა, რომ ჯარისკაც ფულს პარა, მაგრამ იქით ორი ცალკე кейსი აქვს, ერთ кейსში ვიღაცები დაიჭირეს ბაგაბაღების ასაშენებელი ფული მოიპარეს და მეორე кейსია რომ ბაგაბაღების მომარაგებაში რავი საჭმლის ფული რომ უნდა მისულიყო და არ ვიცი ხელფასები და დასულა რაღაცა იქიდან წილი მიდიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს აი მეტი მორალური დეგრადაცია ხო არ არსებობს სამყაროში ბავშვებისთვის პატარა ბავშვების ასაშენებელი შენობის ფული მოიპარე და მათი საჭმლის ფული მოიპარე მეტი რა უნდა მოხდეს კიდე სად შეიძლება მაგის ქვემოთ კიდე სად შეიძლება ჩახვიდო და ჩახვიდე მე არ ვიცი კატასტროფა მართლა კატასტროფაა წეღამ თქვი შესავალში და ეხა თქვენთანაც შევეგუეთ ამას რაღაცა შევეგუეთ მაგრამ მე მაინც მგონია რომ გამორიცხულია ყველაზე აქტიურმა მათმა მხარდამჭერებმა უბრალოდ თავის გულში რო არ გაიფიქრონ რომ უკაცრავად რამდენი მილიონი შეიძლება ამოუღონ ყოფილ პრემიერს სახლიდან ან უკაცრავად ღიად როცა ბრალსდებენ რომ უცხოელი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით მილიონებზე არის საუბარი და ეს ერთი რაც გვიქრეს და ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უშიშროებაზე უსაფრთხოებაზე თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით იღებს $1 million. ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან და ჩვენ საუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ კაცზე მართლა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა რომ რა გაყიდა და რამდენში გაყიდა ვინ იცის ხო ანუ კაცმა არ ვიცი ჩვენო რა დათმო რა შეიძლება ქვეყნის რა ინტერესები შეიძლება ამ ყველაფერს ამ აღემიცემობას ეწირებოდეს. აი ზურა, როგორ თქვენ ჯერ კიდევ ციხეში იჯექით, როცა დაიწყო, ხო ეს ამბები და აი თქვენი თვალით დანახული რა ხდება? კი, გადასაფარად, კი, BBC-ს გამოძიების გადაფარვა უნდათ, ამ რეპრესიების, უსამართლობის ას გადააჭარბა უდანაშაულო ციხეში გამოკეტილი ადამიანების რაოდენობა, მაგრამ აი თქვენ როგორ დაინახეთ? რა პროცესთან გვაქვს საქმე გენერალური პროკურორი ბოტასების ქურდი კაცი რომელიც მე FSB-ს აგენტად ოფიციალურად დაასახელა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა დღეს მას ბრალი აქვს წაყენებული
განზრახ მკვლელობის ორგანიზება. მე რაც მახსოვს და შეიძლება გონება რომ დავძაბო კიდე რაღაცები გავიხსენო, მაგრამ მანამდე მაგ შუალედში კიდე 3 დანაშაული აქვს მინიმუმ ჩადენილი აქ ამ ქვეყანაში. ერთი რაც მახსოვს პირველი იყო მერაბიშვილი რო გაიყვანეს და რო აკაჩავეს ჭყალებში, ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ეგ იყო მაგან და სოზარ სუბარი იყო მაგან ბავში გარეული, მაშინ სუბარს ებარა ციხეები, ვითომც არაფერი, მაგის გარდა რაც მახსენდება იყო აუდიტის სამსახურის უფროსზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე იყო მათივე სპორტის მინისტრი რო იყო, რომელიც სარდაფში გაიყვანეს და რეალურად აწამეს და მე ეს ადამიანი გაქრა საერთოდ საჯარო სივრციდან. ეს არის რაც მახსოვს, კიდევ დავძაბო, შეიძლება კიდე რაღაცები გავიხსენო. და ჩვენის რაც ვიცით, ყველა იყო გადახლათ, ანუ კრიშა კრიშა ბიზნესებისა, ვინც საქმის დამლაგებელ მომგვარებელი იყო, ვის რამდენი უნდა ჩაეტანა, იყო ფაცხალაძე იყო ადამიანი, რომელიც მართავდა გენერალურ პროკურატურას და მართავდა სასამართლოს და ეს იცოდა ყველა. რა მოხდა? აი, როცა პირველად მოისმინეთ, რადგან წეღან თქვით, რომ ადრე არ ვუყურებდი ტელევიზორს და ციხეში გინდოდათ, არ გინდოდათ, გიწევდათ, რომ გეყურებინა. თქვენი პირველი რეაქცია რა იყო? ანუ რა ხდება? რატო აკეთებენ ამას? რეალურად რაც ხდება არის ის, რომ ხალხის უკმაყოფილება გზარდია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველდღე არ გამოდიოდნენ გასაპროტესტებლად, არა ეს უკმაყოფილება იზრდება მუდმივად ყოველდღიურად. ერთი რაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რაც ბევრჯერ მოვისმინე უკვე და მინდა ყველა ეთერში სადაც შანსი მექნება ეს გავიმეორო, რომ არავინ დაიჯეროს, რომ ამ ქვეყნიდან ხალხი რო გარბიან, მარტო რეჟიმის მოწინააღმდეგეები გარბიან, რეჟიმის მომხრეები გარბიან უფრო მეტი, თუ უფრო მეტი არა ყოველ შემთხვევაში პროპორცია ისეთია, რომ მათ სასარგებლოდ ეს არ შეიცვლება და იმათმა ეს იციან. თორე ეს არის ელემენტარული მათემატიკა, მინიმუმ ორჯერ მეტი ვართ ჩვენ, რაც ნიშნავს, რომ პროპორცია რო შეიცვალოს რეჟიმის სასარგებლოდ, ნიშნავს, რომ ყოველ ერთ გაქცეულ რეჟიმის ხარდამჭერზე აქეთან მხარეს 3 უნდა გაიქცეს. რაც ეგრე არ ხდება. თუ იქიდან ერთი გაიქცა, აქედან ორი გაიქცა, პროპორცია იგივე რჩება, მაგრამ თუ იქიდან ერთი გაიქცა და აქედანაც ერთი გაიქცა, პროპორცია ჩვენ სასარგებლოდ იცვლება მაგ შემთხვევაში. ანუ არავინ არ დაიჯეროს, რომ ხალხი რო გარბის და გარბის ხალხი ქვეყნიდან, ამითი იმათი პროპორცია გაიზრდება. ტყუილია ეგ. მინიმუმ იგივე რჩება და ნუ კვლევები აჩვენებს, რომ იგივე რჩება მათ შორის, როცა ზომავენ აი ევროკავშირის ხადაჭერას, რომ იგივე ეგ აჩვენებს, რომ კვლევების პროპორცია იგივე რჩება მინიმუმ. ეს არის მეორე მნიშვნელობა. რაც ხდება არის ის, რომ იციან, რომ უკმაყოფილება იზრდება, იციან, რომ ზაპოროჟიე ჯამში ეს არის მაინც ფეთქებადი სიტუაცია და ამ ფეთქებად სიტუაციაში ივანიშვილს აქ ეჭები, რომ ვიღაცას თუ აქ რაღაცა რესურსი დაგროვებული, ვაიდა ჩათვალოს, რომ ეხა არის მომენტი, როცა შეიძლება სიტუაცია ააფეთქოს და ამით ისარგებლოს და მას შეექმნას პრობლემა. ამის გამო ხდება ღარიბაშვილსაც, ლილუაშვილსაც, ყველას მეტი არაფერი არ არის. ჩვეულებრივი მისი ეჭები არის, რომ ვიღაცეები, ვისაც რესურსი აქვს და იცის ამ ორივე მათ რაღაც რესურსი აქვს და ძირითადად ფული და ზოდები და რაღაცები აქვს შეგროვებული, ეს ხალხი რომ დაინახავს სიტუაციას, არ ჩათვალონ, რომ უკვე всё მოერყა რეჟიმი, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ხო არ დადგა ის მომენტი, რომ ჩვენ ჩავეროთ და თან თავი გადავიჩინოთ, თან რაღაცა რესურსი ამაზე დავხარჯოთ და ბიზნეს წინააღმდეგ წავიდეთ. ეგ არის ერთადერთი ჩვეულებრივი დიქტატორებისთვის დამახასიათებელი რაღაცა პარანოიდული ამბავი არის, მეტი არაფერი მაგაში არ არის. არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ცხადი ეგ არ არის. ესენიც მაგით არის ხო თვითონ გაოგნებული, რავი, ხა ლილოშება თავში არასოდეს არ მოსვლია. რაღაცა ბიზნეს წინააღმდეგ რაღაცა და რავი, გაოგნებული და მაგიტო იძახით ყველაფერი უფლისნება და რაღაცები, იმიტომ რომ ვერ ხვდება რას გადაეკიდა ხა ის კაცი რა შუაშია. შეიძლება უფალში ბიზნა იგულისხმა მათი უფალი. მაგას ვერ გამორიცხავ, მაგას ვერ გამორიცხავ, მაგრამ ხო რაღაც ეგეთ, მაგრამ ეგ ხდება მეტი არაფერი არის და ეგ გაგრძელდება. იმიტომ რომ შეუძლებელია მე ბევრჯერ მithქვამს ეს რომ სურო ფანტასტიკური ვიღაცების ხელში იყოს ძალაუფლება. ძალით არიან მეოთხევადაზე იჭიმებიან ძალით. ანუ ძალით იჭიმებიან, ცემით, ტყეპით, გაზით დაწამლით და ამით იცნობენ რომ მეოთხევადა გაიწელონ. სულ კიდევ მე რომ აი კარგი ხელისუფლებას იყოს 4 და ისეთი რაღაცა რომ აქ ხარ აი ამიტომ ეს უკმაყოფილება და ეს ისა არის მზარდი ბრაზი და ეგ აჩენს მე იქით ეჭებს რომ ვიღაცამ ამითი არის სარგებლოს და ამიტომ დაერია. სხვა ჩვენს თვითონაც ხო უფითილებდნენ ასე ვთქვათ ამ თემით, არ ვიცი ივანიშვილს თუ არ ვიცი ვის, მაგრამ აი ოპოზიციასთან რაღაც კავშირების მინიშნებაზე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ისე იტყოდნენ და ჟურნალისტები ეკითხებოდნენ ვინ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ თვითონვე კობახიძე და მისი თანაგუნდელები ასე ვთქვათ სულ აკეთებდნენ ხოლმე ამ მინიშნებას. ნუ ეხა ისინი სარგებლობენ ცხადია ამით. შეიძლება ივანიშვილის შიშებზე იდგა ეს განცხადება. ეგ ხო ეგ რო არსებობს ხო დადებდნენ აქამდე. დადებდნენ რაღაცა არის ჩატის მიმოწერებს ან რაღაცა არის შეხვედრის კადრებს. მაგის არც ერთი წამით არ მჯერა. არა რა თქმა უნდა თავიდანვე სისულელეა. ხო მე ღარიბაშვილს ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ მაგალითად ივანიშვილის წინააღმდეგ ნახევარი ნაბიჯი წინ წასულსაც კი აი ვერ წარმოვიდგენ და სულ მეცინება ხოლმე რომ აი ღარიბაშვილმა რაღაც არ გაუკეთა და
ობახიძე უფრო მეც გაუკეთებს. აი ამ ვერსიებზე მე პირადად სულ ეკამათები ხოლმე ნებისმიერ სტუმარს, ვინც ამაზე საუბრობს. მაგრამ აი შევხედე, მე მაინც მგონია, რომ ამ კორუფციის აღიარებით რეალურად თვითონაც ზიანდებიან. ამის მე ამჯერა მაგის. არა, აბა მითხარით ანუ ჩვენ თუ წარმოდგენა გვაქვს, რომ ჩვენ ცხოვრობ თუნდაც მეტნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაშინ მაგ წინადადებას აქვს შინაარსი, რომ ზიანდებიან. თავის მომხრეებში უკმაყოფილება ამითი არ ღვივდება, ფიქრობ? აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კიდევ იმერე ფაქტს რომ იყოს, აქ რო იყოს მეტნაკლებად დემოკრატია და საბოლოო ჯამში ამბავი რო იკოვდეს არჩევნებზე, რომელიც შეიძლება მეტნაკლებად თავისუფლად სამართლიანი იყოს, მაშინ მაგ წინადადებას აზრი აქვს, რომ დაზიანდება ელექტორალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ მხარდაჭერას დაკარგავს და მე არჩევნებზე შეიძლება დამარცხდეს და აქ ხო არჩევნები არ ტარდება. ის ვინც გაბრაზდება მათი მხარდაჭერი, ის იმათ ბაზაში ყავ და იმათ მათ რახს გადააწნიან არჩევნების დღეს. მარტო თვითონ კი არ მოიყვანენ, კიდე მიცემენ ჩემი მხარდამჭერის არ ვიცი რაღაცა 5 პირადობას, რომელიც ახლა ემიგრაციაში წასული და მიაცემინებენ 6-ჯერ ხმას. და მიუვაის და გააკეთეს მაგას, იმიტომ რომ ეშინია და რადგან ეგეთი რეალობა არის, მაგათ ფეხეზე კიდე არ ადარდებთ, ანუ ვის გაუჩნდება დემოკრატიაში მაგას აზრი აქვს, რომ თქვა, რომ ეს მისთვის არის დამაზიანებელი, ოღონდ დამაზიანებელი არის იმ შემთხვევაში თუ თუნდაც მინიმალური დემოკრატიის რაღაცა სტანდარტი, თუნდაც მინიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც დაზიანდება. მაგრამ როცა არა გაქვს არჩევნები და არჩევნებზე რეალურად სუსი მუშაობს და ხალხს ერეკებიან და აძლევენ სხვების პირადობებს და ატარებინებენ და 7-ჯერ და 8-ჯერ და ის გორელი რო იყო, ის კაცი რო გაიქცა, რო იძახდა, რომ თვითონ 20-ჯერ მივეცითო ხმაო, მარტო ჩემ მანქანაში 5 კაცი ვიჯექითო. მაგ რეალობაში მაგას ამიშოვა, კი გაბრაზდა, შეიძლება ძალიანაც გაღიზიანდა, რომ დაინახა, რომ ვიღაცას კილოიანი ზოდები აქვს სახში, გაღიზიანდა, რომ ნახა, რომ ისი რაღაცა არ ვიცი, პრემიერი ყოფილი თუ რაღაცა 7 მილიონი უდევს სახში, მაგრამ რო გაღიზიანდა მე რა, მაინც სამსახური აქ რაღაცა არის, რომელიღაცა თვითმმართველობის სიფში ან აიფში არის გაფორმებული და ყოველთვის შემოსავალია. ხო, რაღაცა შემოსავალი მაგაზია დამოკიდებული, რაღაცა რო იყოს პრობლემების შექმნა, საერთოდ არ უნდა, რომ გაღიზიანდა რა, გამოვა ქუჩაში და ხმას ამოიღებს, გამოვა და ალეწავენ თაყვას. პირველად პირველში მაგას ცემენ, ვიდეო შემოგცემენ, ჯერ მაგათ გალახავენ, იმიტომ რომ მაგათიანია და ჯერ მაგათ ურტყავენ და არჩევნებზე კიდევ იმერე მიიყვანენ და თავის ხმას კი არა, კიდე რავი 7-ჯერ და 10-ჯერ და 20-ჯერ მიაცემინებენ სხვების მაგალითად ხმას. ამიტომ მაგას შინაარსი არ აქვს მაგ ფრაზას, ესეთი ტიპის რეჟიმის პირობებში, რომ ეს რაღაცა მაგათ აზიანებს. არ აზიანებს.